რაცია, თქვენ იყავით ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, რეალური კანდიდატი გენერალური დირექტორობის საზოგადოებრივი მაუწყებლის და მაინტერესებს ახლა როცა თქვენ ვერ გახდით, ვერ დაიკავეთ ეს თანამდებობა, როგორ აფასებთ ბორდის გადაწყვეტილებას, აი კანდიდატების და როგორ ფიქრობთ, ამის შემდეგ როგორ გაგრძელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა, რამდენად აქვს შანსი საზოგადოებრივი მაუწყებლად ის ცვლილებები მიიღოს, რაც თქვენ გქონდათ პროგრამაში, ასე ვთქვათ. მე არ მინდა შევაფასო ბორდის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ვიქნები ძალიან სუბიექტური, მე შემიძლია მხოლოდ ჩემი სახელით ვილაპარაკო და შემიძლია მხოლოდ ჩემ თავზე ვილაპარაკო, ყოველთვის ვიქნები და ვარ ქართული მედიის გულშემატკივარი და პირველ რიგში საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმიტომ რომ სანამ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ვერ დალაგდება ვერც ერთი სხვა მედია საშუალება და სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელში დაბალანსებული, ობიექტური მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა იქნება მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის და თუ რაღაცა შევძლებ, ყოველთვის გავაკეთებ ამას, რომ ჩემი წვლილი შევიტანო. ამჯერად ვერ შევძელი, მაგრამ ეს იყო ჩემი ძალიან დიდი სურვილი მიმეღო მონაწილეობა პროცესებში, თუ შესაძლებლობა მექნება, ყოველთვის ამ სურვილის რეალიზებას შევეცდები. და როგორ ფიქრობ, ის კანდიდატი, რომელიც გავიდა, ხო, რა კურსის მატარებელი იქნება და რა კუთხით შეიცვლება საზოგადოებრივი მაუწყებელი, თუ შეიცვლება საერთოდ? მე მგონი ძალიან ბევრი იქნება ახლა კრიტიკა ბორდის მიმართ, იმ კანდიდატის მიმართ და კიდე მე არ მინდა რომ ამ ყველაფერს დავამატო ჩემი ხმა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე რაც შემიძლია ის გავაკეთო და ამ შემთხვევაში ჩემი მხრიდან რაღაცის კრიტიკა აღარ იქნება, ვერაფერს ვერ დაეხმარება პროცესებს. მე მქონდა სურვილი მიმეღო მონაწილეობა, გამომეყენებინა ჩემი ცოდნა, ჩემი გამოცდილება. არ გამოვიდა. ამის მიუხედავად კიდევ თუ იქნება ასეთი შანსი, მე ყოველთვის ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩემი ცოდნა გამოვიყენო იქ, სადაც ყველაზე მეტად არის საჭირო და ამ შემთხვევაში საქართველოში უფრო საჭიროა ვიდრე BBC-ზე. და როგორია თქვენი გეგმები, საქართველოში აგრძელებთ რამე კუთხით მოღვაწეობას თუ ბრუნდებით BBC-ზე? ახალ წელს შევხვდები საქართველოში და დავუბრუნდები ჩემს სამსახურს და ჩემს იმ ქვეყანას, სადაც ცხოვრობ. აგრეთვე